მეოთხე ფინალებზე გადავედით მეგობრებო და პირველი წვლილი მეოთხე ფინალების არის ზურაბ ჯაფარიძე კახა კალაძის წინააღმდეგ. რაც ვილაპარაკე მე ნიკა გვარამიაზე მაგას და მაგის ნახევარსაც ვერ ვიტყვი ჯაფარაძე. ჯაფარა აქვს თავისი ბევრი მინუსი, თუმცა კალაძეზე აი შემიძლია ახლა ვთქვა რომ არც დავიწყებ ამ 4-ის გარჩევას, ცალსახად ჯაფარა უკეთესი არის რა. აი ჯაფარა შეიძლება რაღაცა ისეთი უთქვამს რომ ხალხი ცოტა ნიხრისში ჩაუდია, აი ამათ აწובה რომ რუსეთში ვართ უკვე და მე არ მომწონს, თუმცა აი რა შედარება რა კახა კალაძე, კახა კალაძე პოლიტიკოსი არც არის, ანუ კახა კალაძე რომ მართლა თალკი გამოიყვანო და კახა კალაძე თუ გახსოვთ ვაფშე როგორი იყო საერთოდ, ანუ განათლება, ლაპარაკი, დაშვით ახლა ეგ ორი კაცი ერთმანეთთან და ლაპარაკეთ და აი კოციც იტყვის რომ უკეთესი იყო ზურაბ, ამიტომ არ დავიწყებ ჩათვლას აქ უკეთესია ზურაბ ჯაფარიძე. შემდეგი ბალე და პირველი მეოთხე ფინალი. პირველი მეოთხე ფინალის წევრები არიან გიგა ბოკერია და ცოტნე კობერიძე. განზრახვა, ჩემი აზრით, ორი შემთხვევაში 10-დან 10, ამიტომ ფრე, განათლების დონე და გამოცემის უნარი. აი ალბათ 10-დან 10 გიგას და 10-დან 9 ცოტნეს სავარაუდოდ. ცოტნეს აბსოლუტში მაგ კუთხით, თუმცა ანუ აი ისევ გამეორდები რომ გიგას როგორც შეუულია რაღაც რთული საკითხის გადმოცემა ისე რომ გაგაგებინოს და თან პოლიტიკოსებს შორის ყველაზე გასაგებად და მნიშვნელოვნად აგიხსნას რა არის საჭირო და რა მოხდება და რა მოხდება. ეგეთი კარგი ჯერ ცოტნე არა ჩემი აზრით რა, ამიტომ ამაშიც ბოკერია მიჩვენია. პატარა ხო, ანუ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, თუმცა ანუ ამოვასწრებთ ესე რა. შემდეგი კრიტერიუმი ხალხის დობა და ვინ უფრო ხალხი როგორ ენდობა. ამაში აი როგორ ვთქვა, აი ეს პრობლემა არის ბოკერიას, თუმცა ჯერჯერობით აი ცალკე რეიტინგი არა აქვს რა ცოტნეს და ვერ შევადარებ, მაგრამ იმდენად დაბალი და ჯერჯერობით გიგასაც რომ ალბათ აქაც ფრე იქნება ჩემთვის. და ბოლო კრიტერიუმი აი პროგნოზირება და შექმნა რაღაც სწორი პოლიტიკური მოლოდინის. ამაში ვერ ვიტყვი რომ ცოტნე ცუდია, აი შედარებით ბევრი პოლიტიკოსიდან აი თუნდაც იქნება ეს თუნდაც ჯაფარა და ხოშტარია შემდეგ მეტნაკლებად ყოველთვის მიზეშედეგობრივი კავშირების დამყარებას ცდილობს და რაც აზრიანი რაღაცები მესმის ხოლმე რა, ანუ არ არის რადიკალისტი რომ აი ან დღეს ან არასდროს რაღაცები არ ახასიათებს რა. და რაღაც სისულელეები, აი მართლა არ მახსენდება, თუმცა ამაშიც ჩემი აზრით ყველაზე მაგარი არის ბოკერია მაგაში. აი ეხლა რა ვთქვი, რომ პოლიტიკური ეხლა ველი შეაფასოს და რაღაც შემდეგ რა იქნება მაგაში, უბრალოდ უკეთესია გიგა რა, ამიტომ ამ წყულში გამარჯვებულია გიგა ბოკერია. შემდეგი წყვილი ნიკამელია ხატია დეკანოვის წინააღმდეგ. ნუ მეგობრებო, აი ხა ამ ორ შორის, აი პოლიტიკოსი რომ სერიოზული პოლიტიკოსი არის თალსახად ხატია დეკანოიძე რა, ანუ ხატია დეკანოიძიდან უმისმენია რაღაც ჭკვიანური აზრები, განხილვა რაღაც ამბის, შეიძლება ხანახან დავითარგო, ხანახან არა, მაგრამ აი ნიკამელიასგან მარტოს აი როგორც ცემა სანიკიზე, გუბაზა გადაცემაში, როგორ იჭერენ, რაღაცა ფრონტზე ყოფნებასება და ჩხუბი და ეგეც ჭირდება ხოლმე პოლიტიკოს, თუმცა ანუ აი რაც არის კრიტერიუმები რაღაც განათლება, მისი გადმოცემის უნარი, ხალხი როგორ მიყვება, აი ამაში რა, აი ცალსახად ხატია, უკან ხატია უფრო სერიოზული პოლიტიკოსი, უფრო მნიშვნელოვანი რაღაც საქმე იყო გასაკეთებელი და შეიძლება ჩააბარო ან ერთს ან მეორეს, ან მე პირადად არ დავფიქრდებოდი ხატიას მივცემდი ამ საქმეს, ამიტომ არც საქართველოში, იმიტომ რომ კრიტერიუმები უკვე იცით და ამიტომ აქ ნახევარ ფინალში გავიდა ხატია დეკანოიძე. და ბოლო მეოთხე ფინალური წყვილი ეს არის თამარ ჩერგოლეიშვილი და გიორგი გახარია. ძლიერი წყვილი ამათ დებატებს მე ვნახავდი სიამოვნები. აი რაღაცა ფულს გადავიხდიდი რომ გააძროთ სიამოვნები, თუმცა ნუ გახარიას არცალია აქ არ არის. მოდი ერთმანეთს მაინც შევადაროთ რა. განზრახვა, ნუ აი ანუ გახარია შეიძლება აი სადღაც აი იმის იქით უშვებ რომ ნახლა რაღაცა კაი უნდა, თუმცა აი იმდენად დიდი ეჭვი მაქვს რომ ვაფშე რა უნდა, ვისკენ არის, ეხლა კიდე კოცი არ არის კოცი, ისევ საქართველოს უნდა თუ მისთვის უნდა თუ დავალებული, ანუ ძალიან გასასუფთავებელი აქვს თავი ჩემთვის რა და ჩემთვის ეგ არა. ეხლა ამ მომენტში მე მჯერა რომ რასაც აკეთებს მართლა იმიტომ რომ რაღაც ისჯერა და უნდა რომ რაღაც იყოს უკეთესობისთვის. ანუ ცალსახად 10 და 10 ჩერგო და 10-დან 2 გახარიას, ამიტომ აქ
უკეთესი არის შეგულეშვილი. რაც შეეხება მხარდამჭერები როგორ მისდევენ და ამ ხელოვნდობა ხალხში, ამაში ალბათ გახარჯობია რა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი რომ ესე უნდა იყოს, მაგრამ ფაქტად რო ავიღოთ, ну გახარე გამოვიდა მარტო და თუნდაც ეხა გაყალბებული არჩევანი ვიყო თუ რაც იყო, როგორც არ უნდა იყოს, დაწერა ძალიან მაგარი ციფრი 10% თუ მეტი აღარ მახსოვს, მაგას შეერო ვერძამ და ვერთიზამს ალბათ кайხანი, ამიტომ ну კი ბატონო შეიძლება უფრო განათლებულიც არის, უფრო კარგი განზრახვაც აქვს, თუმცა ეხა პოლიტიკოსი არის იმის, რომ რაღაცა ადრე უნდა გქონდეს, ხალხს მიეყოლო და მერე დაგიჯეროს ხალხმა და ეს გაატარო. თუ ვერ გაატარე და ხალხი შენ არ მოგზდევს, ეს პოლიტიკოს მინუსი არის. ამიტომ აქ გახარე უკეთესია და აი პოლიტიკური პროგნოზიც აქაც შეგო რა, შეგო ალბათ ისევ აი ბოკერია ჯაფარასთან ერთად უფრო ჯაფარაზე უკეთესია ჩემი არის აი აქ მაშინ პოლიტიკური ველის და სწორი მოლოდინის შექმნის რა, აი მე როსმენ ხოლმე ყოველთვის ვეთანხმები და ყველაზე მეტად აი მისი აზრები მომწონს პოლიტიკოსებს შორის, ამიტომ აქაც ჯერ მომიჩენია და საბოლოო ჯამში კი ბატონო ხალხამჭერებში ჯერჯერობით მაგრად უჭირდა მისი პრობლემაცაა ეს და მარტო ის არ არის რომ გახარიას რაღაც წარსული აქვს, ფული აქვს და რაღაცეები ეგეც შედის, თუმცა მისი პრობლემაა საბოლოო ჯამში ყველა ვიტყვი რომ აიღოთ თამარ შეგულეშვილი არის ნახევარფინალისტი ბოლო. დაცხა მეც დამცხენი მილოპარაკე და ნახევარფინალები, პირველი ნახევარფინალური წყვილია ზურაბ ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძე. არ არის ხა თქვა ძალიან მარტივი აქ პასუხი და მაინც გასვლა მომიწევს რა. განზრახვაში ჩემი აზრით აი დიდად ვერ ვანიჭებ უპირატესობას რომელიმეს რა, აი ხატიაზეც არ მრჩება აი წარმოდგენა, რომ აი მსხლად აი მიშაზე დამოკიდებულია ძალიან რა, მაგრამ მაინც უფრო მგონია რომ უფრო გულწრფელი და უფრო აი ქვეყნისთვის გადადებული და აი თუნდაც ხა ბოლო რაც გააკეთა ჩემთვის ეგ არის რომ აი მართლა რო შეეძლოს უკეთ ცხოვრება იცხოვრება ხადღაც რა, ანუ უნდა რომ ქვეყანაში იყოს უკეთეს მდგომარეობა და ოდნავ მაინც აქ ჯაფარა განათლება და გადმოცემის უნარი და რაც შეეხება ხატია ძალიან კაია აქ, თუმცა აი გიგასთან ერთად ჩემი აზრით ჯაფარა არის ყველაზე მაგარი აი მოდებატე თუ გახსოვთ სანამ ქოცები არ იყვნენ შეშინებულები და ჯდებოდნენ დებატებში აი ტეოპილოდ იყოს ხოლმე გადაცემების სულ აი მაგიტო დაინტერესა ხალხი პოლიტიკით ზოგადად საქართველოში, იმიტომ რომ ჯაფარას რო უსმენდნენ ისეთი გადავლები ქონდა და რაღაც გამარჯვებები დებატებში რომ მაგიტო ხალხს შეუყვარდა, ამიტომ რო რამე და იყოს რაღაც დებატი და წარმოსაჩენი იყოს რაღაც აზრი განსხვავებულასთან უფრო ვენდობოდი ზურას ლაპარაკ ვიდრე ხატიას, ამიტომ მგონია რომ უფრო მეტად ახლა ჯაფარასკენ ვიხრები და ხარდაჭერას რაც შეეხება აი მე მართლა არ ვიცი ხატიას რეიტინგი რა არის, ანუ ბოლოს კვლევები არ მინახია, ესე ჩემი პირადი აქმით უნდა ვილაპარაკო ამაზე, ალბათ მაინც აქ თანაბარი არის რა, აი არ მგონია რომ ცალ-ცალკე რომელიმეს აი განსხვავი დიდი სხვაობა იყოს ამორჩევის რეიტინგულად რა. შესაბამისად პირველი ფინალისტია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მეორე ნახევარფინალური წყვილია გიგა ბოკერია თამარ შეგულეიშვილი. ესეთი წყვილია რა, ცეცხლი და მაგარი წყვილია თან. და გავარჩიოთ მოდი რა. აი ხა რო გითხრათ რომ ხა განზრახვაში ანუ სოლქმარნი არიან რა, ანუ არა მგონია რომ ან პრეირა, განაყაში პრეირა. განათლების დონითაც აი როგორ გითხრათ, აი არც ერთზე ვერ იტყვი რომ გაუმართლებელია, ერთზე ლაპარაკი არ შეუულია, გადმოცემის უნარი არ აქვს, თუმცა მაინც უკეთესი ბოკერი არის, იმიტომ რომ ანუ გიგას მოსმენის დროს თუნდაც იგივე თქვას თამარამ, ანუ ნეიტრალური მსმენელი, როცა უსმენს გიგას და თუნდაც თამარას, ერთი და იგივე აზრები რო გამოთქვან, გონია რომ უკეთესად უფრო ისე გადმოსცემს გიგას, რომ აი თამარას მაინც აქვს რა ის, რომ აი ხალხი ვერ იტანს მისი რაღაცნაირობის გამო. ანუ ეგ ჩემი არის არ არის მაინც თამარას პრობლემა და ეგეთი ახლა რაკნას. თუმცა უფრო მეტ ხალხს მოასმენინებს თავს ჩემი აზრით ბოკერია რა და ამაში ნუ ჯობია გიგა რა, უფრო კარგი არის ჩემი აზრით და ამ კრიტერიუმით იგივეს ბოკერია. რაც შეეხება რეიტინგს და ვის უფრო ხალხი ენდობა, ალბათ ეს არის თანაბარი და ეხლა ვერ ვიტყვი რომ რომელიმეს უფრო მაღალი რეიტინგი ახლა თუ აქვს, ალბათ ძალიან მცირე განსხვავება არის აქ რა, აი მართლა
აქაც შეიძლება ოდნავ ბოკერია და რაც შეეხება ბოლო კრიტერიუმს, რამდენად მიყვება ხალხი, აი ეს ორივეს ძალიან დიდი მინუსია, მაგრამ ალბათ უფრო დიდი მინუსი არის გიგას, იმიტომ რომ ანუ თამარა პოლიტიკოსი არის ალბათ 1 წელი არის, შეიძლება მეტი არც იქნება. ანუ 1 წელია პოლიტიკოსია, გიგა პოლიტიკოსია 23 თუ 30, ბევრი წელია მოკლედ რა და ანუ პრობლემა რა არის ხარ, ანუ გიგა ბოკერიას აქვს პრობლემა ხალხში ძალიან დიდი, ანუ ხალხი ვერ იტანს მოკლედ რა, მარტივად რომ თქვა. აი მე რა ჩემთვის ცნობილი არის ბევრი ნაციონალი, რატო ეზღება ხალხს, ანუ რომ მკითხო რატო ეზღება ხალხს, მანო მირაბიშვილი, ვიცი რა, ანუ გავიგებ რომ მკითხო რატო ეზღება ხალხს სააკაშვილი, ეგეთ ვიცი გავიგებ, ნუ ახლა აი ვიღაცებს მაგ ინფორმაცია და როცა აი ვეკითხები ბევრს რომ აი რატო არ მოვიტანთ ბოკერია რა, აი მართლა ერთ-ერთი ანუ მიზეზი არის ნაცი იყო, ეგ გავიგე რა, ნაცი ბევრი იყო ძალიან და არ ვთვლი რომ 2003-ში ხა ვინც მაგ პარტიაში იყო, ყველა თუდი არ მაგას ვერ ვიტყვი რა, ანუ ბევრი რაღაც მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მაგ პერიოდში და აი იმენა რომ ბოკერიას აბრალებ რა, ეგეთი რაღაც აი ზაშავა, აი რაღაც ორი გვამი უნდა და მაგალითად ისე პირობითად ამბობ ხა ამას რა. არა და თუ ეს არა მე არ ვიცი და არც არსებობს, ანუ მისი ვალი იყო ჩემი აზრით ამ ბოლო 13 წელში რომ ყველაფერი უნდა იქნა იმისთვის რომ აი ეს თუ სუფთა არის და მე მგონია სუფთა არის უნდა გაესუფთავებინა თავი ანუ ხალხში ძალიან ბევრი დრო ქონა რომ მიეტანა ეს რომ ანუ თვითონ არ არის რა რაღაც მოეძიებინა კვლევა გაიკეთებინა რატო ეზიზღებათ ემუშავა ანუ ამით პრობლემა აქვს რა რაღაცა ანუ იმდენი ზიზღი არის ამ კაცზე და იმდენად აუხსნელია ჩემთვის რომ კი ბატონო აუხსნელია თუმცა ეს ზიზღი რო არის პოლიტიკოსის ბრალი არის და ერთ-ერთი რაც გამიგია არის რაღაც გიგამ და ლევან რამიშვილმა რაღაც დაორგანიზაო თუ რაღაც ეკლესიაში შევარდნიო თუმცა ანუ ის კაცი შევარდნილო იყო ანუ ის მოდელი იყო დამნაშავე მე როგორც ვიცი და ჩაიკეტა ეკლესიაში აღარ გამოდიოდა და გამოათრიეს და ну დამნაშავე იყო ხა ის კაცი და ანუ თუ ეგ არის მარტო და მეტი არაფერი არა ანუ ჩემი ეს ხა მისი ვალია რომ პოლიტიკოსი თუ უნდა რომ იყოს და ну უნდა რომ იყოს ეს ამბავი უნდა მოყვეს ისე რომ ანუ ახსნას რომ აი ამაში ხალხო ნუ დამაშავლებთ ახაც ამბობდი იყოს სწორი ამიტომ უკეთესი აქვს ჩემი ჯერჯერ ჩეგო ამიტომ რომ ნუ არა აქვს მაგა პოლიტიკური წარსული ფიზიკურად და მაგას ვერ დავამრავლებ მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკოსი უკეთესი არის გიგა ბოკერია და ფინალში გავიდა გიგა ბოკერია და გადავედით მთავარზე თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ფინალი გამოიყურება ასე ზურაბ გირჩაფარიძე გიგა ბოკერიას წინააღმდეგ რომ აი გამოწყდით რამდენი ელოდით მსგავს ფინალს ხო ეს არის ну ალბათ უმრავლესობისთვის არა დარწმუნებული ვარ უბრალოდ აი ვინც მეტნაკლებად ჩემს ფიქრობს ან ამ ვიდეოს უყურა ფინალამდე და რაღაც ყისიდანვე უკვე მიხვდა საით ალბათ საითკენ ვიხრებოდი სავარაუდოდ და მოდი განვიხილოთ ვინ არის უკეთესი პოლიტიკოსი რაც შეეხება პილოტ კრიტერიუმს უკვე ისიც მე მგონი ორივე შემთხვევაში როგორც წერდი აქ ამიტომ ბევრს აქ არ გავწელავ ჩემი აზრით ორივეს განზრახვა არის ის რომ საქართველოს იყოს უკეთესი ქვეყანა ამიტომ მისი განზრახვა ზურაზის და გიგასიც არის ჩემი აზრით 10-10 ორივე საქართველოს უნდა კარგი ამიტომ გადავიდეთ ეგრევე მეორე კრიტერიუმზე შემდეგ კრიტერიუმი რაც არის განათლების გადმოცემული ხალხს როგორ უხსნიან რაღაცებს ამაში აი არ არის ხალხსახაპასუხი მაგრამ მაინც ცოტა შავშელი ანუ ჩემი აზრით ზურა უკეთესი არის შედარებით რთული საკითხის ძალიან მარტივ მოტანაში ანუ ნებისმიერს აუხსნის რაღაცას რა ეხლა ვიცით აი ლიბერალებს შევხვდით რაღაც თქვა გაქ თონი რაღაცა და მე რომ რაღაცა მარტივად მაგალითს გიხსნა რაღაცას რა ოდნავ უკეთესი არის ჩემი ეს თამაში გიგა შედარებით უფრო რთულებს ვერ ვიყი მაგრამ უფრო მარტივია რა ახლა მოსმენა შეიძლება ისე თქვა თუმცა აი მაგაში როგორ უნდა დავაკლკულა გიგას რომ რაღაცას ვერ ამბობს და განათლებული არაა თქო რო თქვა და რაღაცას ვერ უხსნის ხალხს არ ვიცი ან მე ამის მომისმენი აი განსაკუთრებით მახსოვს 2016-დან 20 პარლამენტის მოწვევას იყო აი ერთ-ერთი საუკეთესო აი რაღაც პარლამენტარის აი მოღვაწეობა რო გავიხსენო აი გიგა და ოცნების წევრები აი გიგავს გახარია და რაღაცები რო იყო ხოლმე რაღაც დაკითხვები დასმა და რაღაც აი იმდენად მაგარი იყო ბოკერია აი ვინც არ უნდა ყოფილიყო მის წინ და ჩემი არის სულ რომ მოესმინა აი გინდა ქოს გინანაც აი თუ ზალით არ დაიბრუნებოდი თავს აი ძალიან მაგარი იყო რა აი ზურა შეიძლება ვიღაცამ აიყოლიოს რაღაცაში და აი რაღაც
ცოტა გაბრაზდეს ან რაღაცა და აი ეგ ხელს უშლის ხოლმე რა, ანუ აი ნერვები უკეთესი გიგას აქვს და აი ძალიან თანაბრად ვარ, მაგრამ ცოტა მაინც ბოკაი ამიციონი ამაში რა, იმიტომ რომ უფრო ჭკვიანი მგონია მინიმუმ, უფრო კი არა, ყველა ჭკვიანი მგონია ბიგ ბოკერი ქართულ პოლიტიკაში რა და ამიტომ მაინც გია უკეთესია ჩემთვის რა. რაც შეეხება რეიტინგს რა და ხალხის დობას. ამაში ხა ეს არ არის შესაძლებელი, ანუ ფაქტი რო აიღოთ, უფრო რეიტინგული ჯაფარაა რა. ანუ განსაკუთრებით გავად ბოლო ამბების შემდეგ და ნუ უკვე თქვი რა, ანუ აი ბოკერია, აი ჩემთვის არის ყველაზე ისეთ აი ეგეთი შეძულებული პოლიტიკოსი და მართლა რო არ ვიცი კონკრეტული მიზეზი არ მაგრამ ეგრეა და ნუ რაც მისი პრობლემაა რა ეხლა შეიძლება მე ვთვლი რომ არ იმსახურებს მაგ ხელას იძულოს იმიტომ რომ არც ვიცი აი ეგრეული ანუ გავიგე რომ ნაცი იყო მაგრამ ნაცი ეხლა ჯაფარაც იყო რაღაც პერიოდში შეიძლება არ იყო თავრობაში მაგრამ ნაცი იყო და რა შედარება ეხლა ამ ადამიანის შორის ხალხს როგორ უყვარს ჯაფრად როგორც ბოკერია ეცარი დამიცა არის ჩემი აზრით მაგრამ გაცილებით უფრო ზულ ბოკერია ხალხს რა და ნუ ახერხებს ზურა იმას რომ უფრო მეტ ხალხს მოყვება შეიძლება ქვეყანა ეგეთი რომ და ეგეთი ქვეყანა არის რომ უფრო სუდი ხალხი არ გულთხო ჯაფრად ხავს სხვაში მაგრამ სუდი ხალხი უფრო უყვარს ქართველებს თუმცა ნუ ეგ არის პოლიტიკოსის უნარი რა უნდა რაღაცნაირად ხალხს თავი შეეყვარო და აი ჩემი აზრით აი ბოლო წელი რო აიღო რეიტინგი მართლა გაზრდილი აქვს რა აი იმ რო უსმენ ხოლმე და ანუ აი კომენტარებს რო კითხულობ ხოლმე გიგას გამოსვლების ქვეშ ისეთი ჯოჯოხეთი აღარ ახოლმე რა ამიტომ ჯერჯერობით მაინც აქ ჯაფარა უკეთესი არის და შეეხება ბოლო კრიტერიუმს რომ აი პოლიტიკური ველის აღქმა პროგნოზირება თუნდაც რაღაცა გეოპოლიტიკური შეფასება სიტუაციის და შემდეგ აქ ჯაფარა კი არა ალბათ არა პოლიტიკოსი თუ აიღო ვინმე აი ვინც პოლიტიკოსი არა და რაღაცა ექსპერტია ანუ ისტორიკოსია ვინც გინდათ აიღეთ რა მე ვინც ვიცი და ვუსმენ და რაღაცას აზრებს გამოვთქვამს ხოლმე ყველაზე კარგი გიგა არის ანუ გიგას შეცდომით რაღაცის გააზრება და ტყუილი დაპირების მიცემა და რაღაცა აი ხალხო აი ხლა უეჭველი ყველა ხმას დავიცავთ და აი არჩევნები რო იყო ეხა და ამბრამობდნენ აი ჯაფარა მოდო არჩევნები მოვიგეთო ანუ ამოიგეთ ჩატარდა არჩევნები შეიძლება ახლა ჯერა მაგის რომ ანუ არჩევნები მოგებული აქვს რა მაგრამ ანუ ხო არ იყო ეგრე ანუ ეგეთი ტყუილი დაპირება ანუ მინუსია რა პოლიტიკოს ანუ შენ შეიძლება გონია ეგრე და დათვლილია ეგრე მაგრამ ანუ სანამ არ გამოცხადდება და რაღაც არ ხარ დარწმუნებული რომ შენ შეგეძლო ხმების დაცვა არჩევნებზე თუ ამოყალბებული არის ეგეთი ახლა არ უნდა გააკეთო რა ანუ გიგა ყოველთვის ზუსტი არის რანაირი მოდი უნდა შევიქმნათ მომავალში ეგეთ მაგაში ხო უფრო ზუსტი არის და ზოგადად აი ჯაფარა არის უფრო აი დამამძიმებელი სიტუაციის რაც აი ყველაზე მეტად არ მომწონს ბოლო დროს სურაში რა აი ეგრე ჯერა ეხა მაგაში მე ვერ გამომტყუნებ ანუ მართლა ჯერა რომ ეხა უკვე აქ დგას ციმბირში ვართ ეხა ეგრე მე ეგრე ანუ არ არის სიტუაცია ეხა კი ძალიან ცუდ მდგომარეობაა ეხა ჩემი აზრით ანუ საშინელება ხდება თუმცა აი კიდე დამატება ამ ხალხისთვის რომ უკვე ციმბირი ვართ და რაღაცა აი შეშინება ანუ ეს არ არის სწორი პოლიტიკური სტრატეგია რა ანუ აი გიგა მაგ შეცდომას ჩემს არ უშვებს რა ანუ რა თქმა უნდა აფასებს ისე როგორც შესაძლებელია ანუ ძალიან ნეგატიურად თუმცა რაღაცა გამოსავლის გზებზე ან შესაბამის მოლოდინზე რომ აი ხვალ ეხლა გადავაგდებთ ან თუ არ გადავაგდებთ დასტულა ეს ქვეყანა ეგეთი რაღაცები არ უთქვამს ამიტომ ამაში უკეთესია გიგა და აი საბოლოო ჯამში მაინც ჩემი არის დღეს საქართველოში ყველაზე კარგი პოლიტიკოსი არის გიგა ბოკერია. მადლობა მეგობრებო, მისმინეთ ბოლომდე, თქვენ მითხარით ვინმე ხო არ არის ვაფშე ამ თექნიკის იქით თუ ის უნდა ჩამისვა ან რომელიმე სკოლაში ხო არ ხო არ მეწინააღმდეგებით ვინმე უკეთესი ხო არ გონიათ ან გამარჯვებული ხო არ გონიათ რომ ხონა ყოფილიყო დაწერეთ კომენტარებში და ჩემს აზრით ჯაფარაა გამარჯვებული და თქვენ შეგიძლიათ კომენტარი გაყიდოთ ვიდეოს ქვეშ. მადლობა და ნახვამდის.